კვირადილა მშვიდობის გესტუმრეთ. ხელი ვიტკი, როგორ ახართ? ხო ხართ კარგად? გამოძინებულები, ბედნიერები, ეს ცხოვრება იმდენად მოკლეა, რომ ყველაფრით უნდა მივიღოთ სიამოვნება, ბედნიერება, სიხარული. რაღაცა მინიმალური რაღაცაებითაც. მე ისეთ გაშლილ სუფრასთან რატო მოვხვდი? ახლა დღეს ჩემი პატარა კენწერო ჩამოდის და რაღაცები შევიძინე. საბჭოს მოედანზე გაიხსნა ახალი საცხობი და ეს დაველოდე და ესეთი ქაფქაფა ბულკები წარმოვიღე. ამიტომ გადავიტანოთ ახლა ასეთ სუფრას ელოფნებში და ერთი ქადის გულიანიაო რაღაცა მითხრა მქალმა გზაში მიცვიოდა რომ გამოიღო გაზქურიდან ეგრევე კაცი ხელი და წამოვიღე სამაგიეროდ მოვუკრათ თავი არ გამოშვეს შემდეგი გიშტები დედასპორტა ეს არ არის დედასპორტი მაგრამ რომელიც იყო ის დაკეტეს ხოდა ესეც გადავიტანოთ შესანახად ჯარში გარებენ ესეც პური რომელიც საპური აღარ მომეჩნია სახში და სავარაუდოდ ვიფიქრე უნდა ჩავალაგო ან რაღაც მოვიქცე ნიკორას სულ დავხარჯა 32 ლარი 30 სადღაც ასლარამდე ძახვის მოყვარული მოდის და შეიგი საქონლის ხორცის სოსისი იყო ფასადში მომწონს ეს ბერძნული იოგურტები როცა ფასდათმობაშია ყავა ატამი და კენკრა კარგად ფასდათმობაში იყო და დამოვაცუნცულე სახში ხერცე ორი ცალი ხაჭო ჩვეულებრივი ეს არის ჩემი საყვარელი ნაგვის ცელოფანი გიჟდები და ფასდათმობაში რომ ეხლა ნანობა ერთი რატო წარმოვიღე იოგურტო კაცი მოდის ფასდათმობამ წვენი კივი 7.50 რამბავი 7.35 ორნაბოლში ძალიან ძვირია ამ მაკარონს ყიდულობ ხოლმე ხანდახან მაგრამ დიდად არ წალობ ბანანი წითელი ვაშლები პორტოხალი და ცალი გრეიპფრუტი 3.75 ღერდა კილო და წარმოიდგინეთ 706 გრამია სახელზე ცოტა აკლია ანუ 1 კილოიანი თავი მქონია რა ესენ
ბორშის მასალა. ჩემი სიყვარული წითელი ხახი. აფილო, ჭარხალი და ქინძი და ცოტა მეტი ჭარხალი ავიღერა. ერთმა საყვარელმა ჩემმა გამომწერმა მასწავლა, წყალშიო დაჭერიო, გავაკეთოთ ახლა ყავასთან ერთად და ფერი რომ გამოუვაო, ბალბები მორწყეო. გადავჭერი მე ბალბები და ველოდები სულ მოუთქმელად, როდის ამოიყევს. თუ არა და დასასრული ვარ და საყიდელი მაქვს. ძალიან პატარა კომბოსტო და ვარდისფერი კარტოფილი. უნდა შევავაგოთ სასწრაფოდ. დავანაწილოთ ყველაფერი და დავიწყოთ ბორშისთვის მომზადება, მაგრამ იქამდე გემრიელი ყავა და ცოტა ჩაჭორავება არ გვაწყენდა. ოდნავ თბილი წყალი და ვარცხი. თან გამოვიდეს კარგად. თან დაწვდეს და შემდეგ მოვკრა.
ცოტა ყავაში არლურებ ხოლმე. არ ვიცი რატო ვშობი ასე. ძალიან გემრიელია ყავა. მობუზული ჯდომა, კარგი გათბობა და სიმშვიდე და საკუთარ თავთან ამოსუნთქვა. ჩვენ 3 წელი ერთად მოვდივართ. გზადაგზა გვერდდებიან. მადლობა ახალ გამომწერებს. ყველა ადამიანი, რომელიც ჩემს გვერდით დგას გამომწერილი ყავართ თუ არ ყავართ, რომლებიც მიყურებთ, რომლებიც მეკონტაქტებით და მიწერთ კომენტარებს და ჩემს გვერდით ხართ, ჩემთვის ყველა განურჩევლად, ყველა ხართ მნიშვნელოვანი, ჩემი ერთგული მაყურებელი, ჩემი წარმატების საწინდარია. მე მირჩევნია მყავდეს ცოტა და მყავდეს რეალური გამომწერი. შეიძლება ვინმეს აზრი გაუჩნდეს, რომ მე ვერ ვდებ ისეთ საინტერესო კონტენტს და იმიტომ არ მყავს ბევრი გამომწერი, მიუხედავად იმისა, რომ ამ პლატფორმაზე საკმაოდ დიდი ხანია ვარ, მაგრამ მინდა გიპასუხოთ, რომ ვისაც გაინტერესებთ, რომ ჩემი ცხოვრება იმდენად შვიდი გაწონასწორებული და ბედნიერია, რომ არ არის საინტერესო ის მომენტები და არ ხდება ჩემს ცხოვრებაში, არ არის ფორს-მაჟორული არაფერი, მე არ ვახტები არასდროს ჩემ თავს, არ ვძვრები კანიდან, ძალიან მშვიდ გარემოში ვცხოვრობ, თუ კი რაიმე მაღიზიანებდა და ნერვებს მიშლიდა ძალიან დიდი ხნის წინ, არც უკვე ის ასაკი მაქვს, რომ ძალიან დიდი ხნის წინ დავტოვე უკან, ჩამოვიშორე ცხოვრების გზიდან, ეს ბავშვობის მეგობარი იყო თუ ჩემი შვილების მამა იყო თუ მოკლედ მე შევქმენი ჩემი გარემო, მე მაქვს ის წრე, სადაც ყველასთვის მისაღები ვარ ისეთი როგორიც ვარ და ყველასთვის საყვარელი ვარ ისეთი როგორიც ვარ. მე იმას არ ვამბობ, რომ მე არ მაქვს მინუსი, რა თქმა უნდა, მეც ჩვეულებრივი თქვენაირი ადამიანი ვარ და მეც მაქვს მინუსი და პლუსი, მაგრამ ყოველთვის მაქვს იმის ადამიანობა, რომ დავრჩე ადამიანად, არ შევეხო არავის, არ არის არავის ცხოვრება, ჩემი განსასჯელი, ჩემი საქმე, მე ჩემი არჩევანი მაქვს, ჩემი დაგეგმილი ცხოვრება მაქვს ღმერთთან ერთად და შესაბამისად, როგორც მე მეცხოვრება, ისე უნდა ვიცხოვრო და ამ ჩემს არჩეულ ცხოვრებაში არ ხდება ისეთ საინტერესო რაღაცები, რომ მოგიყვეთ და ეს ყურებადი იყოს და უშუალოდ და ესეთი ძალიან საინტერესო იყოს, არც იმდენ ფულს, ვერც იმდენ ფულს ვშოულობ, რომ რაიმე ნასყიდობებით შევძლო ამის გაკეთება. შესაბამისად, მე იმის კმაყოფილი ვარ, რაც მაქვს, მე იმის კმაყოფილი ვარ, ვინც ჩემთან არის და მირჩევნია, რომ 21,000 გამომწერი ყავს ერთ-ერთ გოგონას, ბლოგერს და მის ვიდეოების ნახვა არის 400, 600 მაქსიმუმ 1000 კაცის და ასეთ რაღაცას მირჩევნია, რომ ასე ვიყო. კიდევ ის მირჩევნია, რომ ნეგატივს როცა მივიღებ, ძალიან შვიდად მივიღო, არა უყვე, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი მე რა მინდა, რისთვის ვარ აქ, რას ვემსახურები და ძალიან ისე ყველა ადამიანი შეურაცხყოფა იქნება ის თუ მითითება იქნება თუ ის რა თქმა უნდა ზღვარ გადასულით როგორ უნდა ვთქვა, რომელიც ჩარჩოებში არ ჩდება, ყველა ადამიანი თავის თავს აყენებს შეურაცხყოფას, თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამით მე რამეს შემოვახავთ, ძალიან შემწარხარ, გამოვედი ძალიან დიდი ხნის წინ იმ ასაკიდან, რომ მაინტერესებდეს ვინ რას ფიქრობს ჩემზე, როცა ადამიანი მლანძღავს, მის ჩემთვის არ არის საინტერესო ის რატომ მლანძღავს, რატო შეექმნა მორჩა, დამთავრდა იმ ადამიანთან ყველაფერი და დასრულებულია და საერთოდ არ მაინტერესებს, არც მოგონილი სათაურებით და აფერისტობით ვაპირებ ვინმეს მოყვანას, ძალით დაბმას და არც YouTube-ის ხელფასი არ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, 2 თვე არ ამიღია შესაბამისად, არც ვდარდობ და არც ვნერვიულობ და მაინც როცა გამოვნახავ თავისუფალ დროს თქვენთან მოვდივარ, თქვენთან ვარ, თავისუფალი დრო მაქვს და ვცდილობ რომ ლაივი ჩავრთოთ და გეჭიკჭიკოთ და გელაპარაკოთ და ზოგადად ძალიან კარგია ყველა
საკუთარ ერთ ადგილს რომ მოვუაროთ და არავისი არაფერი არ გვაინტერესებდეს და ყველა იყოს წარმატებული თავის ცხოვრებაში, თავის არჩევანში და თავისთვის. გემშვიდობებით, ბედნიერ კვირა დღეს გისურვებთ.